ხაზი მოხუცკაც რო დავწევი ხოლმე ხანდახან არ მეძინა 1000 ფიქრები. მე ვიფიქრე კაცო. ესე იგი ერთი აყვანილი შვილად აყვანილი რა, ჩემი ახლოველი ესე იგი, ღირსეული, კარგი და ჩემი გამოზრდილი. სხვაგვარც ატარებს რა, ესე არა და სხვაგვარია, ხო? აყვანილი იცის თვითონ. თვითონ იცის თვითონ და მე ვიფიქრე გვარი კარგია, მაგრამ კაცი თუ არ ვარ გამეთქი, ესე იგი, რა მნიშვნელობა გვარს. და მე ვიფიქრე და ესეთი ის დამებადა, ესე იგი. რა გვარს ატარებ კაცი, არ აქვს დიდი აზრი. რას დაატარებ გულით, ამაში არის არსი. გვარი არაფერს ამბობს. ჭკვიანი ხარ თუ ანცი, გვარი მშვენდება, როცა მას ალამაზებს კაცი. ანუ რა მინდა ვთქვა, ესე იგი, ჩვენ გვარს ჩვენ თვითონ უნდა გავალამაზოთ ისე. თუ არის გვარები, რომლებიც ხანდახან შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოს. თქვათ, მაგალითისთვის, ჩიბურდანიძე, ჩემ ბავშვობაში ჩიბურდანიძე რა გვარიაო, მაგრამ გამოჩნდა გოგონა, რომელმაც თავისი გვარი გაამშვენიერა და არა, ეგრე არის, სოფლიო. ხო, პეცი შევა გაამშვენიერა. ანუ მაინც თავარი არის ადამიანი თუ ეხლა უნდა ადამიანი იყო, რომ შენი გვარი დაამშვენო და შენი გვარი ამაყობდეს შენით. თავარი ეს არის და მოდი ჩვენ გვარს ვინც ეს ლოსაბერიძეა გიორგი, ბეჟიტაშვილი. და ეს გვარი მაინც ჩვენ მოგვანიჭა გვარი, მაგრამ ხო გეუბნები გვარი კარგია, როცა შენ ამ გვარს ასახელებ და გამოადგები. ანუ ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ცხოვრებაში ისეთი რომ ვინ არისო კაცო ეგა მუნჯიშვილიო. ეხლა მე ჩემ თავზე ვინ წარმოიდგენა რომ მუნჯიშვილი გახდებოდა სინონიმი კეთილხმოვანების და მუსიკის. ერთხელ კურიოზი რომ მკითხეს თქვენ ცხოვრებაში კურიოზს ხომ არ დაასახელებთ თქვი. ამაზე დიდი კურიოზი რა უნდა იყოს საქართველოს კაპელას მუნჯიშვილი ხელმძღვანელი. მუნჯი ხო მუნჯიშვილი. ეს არის გვარები მაინც იციან ნაჩვია საიდან არის თქვენი გვარი თვითონ მუნჯიშვილი. ჩემი გვარი ვიცი გადმოცემით რომ ვიღაც ყოფილა ესეთი მჭედელი ხელოსანი კაცი რომელსაც ლაპარაკი არ უყვარდა თუ ვერ ლაპარაკობდა თუ რაღაცა არ ლაპარაკობდა ესე იგი ჩემგან განსხვავებით მე ვერ ლაპარაკობ სიბერეში განსაკუთრებით და იმას ბიჭები ყოლია ესე იგი კაი ღირსეული ბიჭები ალბათ ჩავით 4-5 ბიჭი ესე იგი და ვინ არიანო კაცო ეს კაიბი აი მუნჯიშვილები არის მუნჯიშვილებიო ესე იგი და მე ამ გაავრცელა მუნჯიშვილები და ასე